კარგად თამაშობს პაატა ღუდუშაური, ჩააწოდა 1-0 ბიორნ იონსენი გოლის ავტორი თუ არ ვცდები? არა, მოჰამედ ჩერიფი გოლის ავტორი. მოჰამედ ჩერიფის გოლით გაიხსნა ანგარიში, დაწინაურდა ქუთაისის ტორპედოს შეხვედრის მესამე წუთზე. აი ასე, პაატა ღუდუშაურმა ითამაშა ძალიან კარგად. ჩააწოდა საჯარიმოში და მოჰამედ ჩერიფის გოლით ანგარიში გაიხსნა. 1-0 იგებენ შეხვედრას ქუთაისელები. სწრაფი გოლის გატანა მოახერხა დირკ შუსტერის გუნდმა. აი, გარეულობა ფაცაცია თამაშობს კარგად და მე უკვე პაატა ღუდუშაურის შესანიშნავი მოქმედება. ჩაწოდება საჯარიმოში, რა კარგი მომენტი იყო და შოთა შეყილაძის დარტყმაც ვნახეთ. სუსტი იყო ეს დარტყმა, ვერ შეუცვალა კარგად ბურთს მიმართულება გორის დილას ფორვარდმა. თორემ შეიძლებოდა ანგარიშის გახსნა, დაცვა ჩავარდა. ღუდუშაურის პასი იონსენი დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში დილა. კერესელიძე იყო ძალიან კარგი. ბიორნ იონსენი კიდევ ერთხელ გამეორებაზე. აი ასეთი მომენტები უკვე აწყობს ტორპედოს. ჩაწოდება საჯარიმოში, ხარიხას ხვდება ბურთი. დარტყმა კარიდან ფილიპ კლიაიჩი განაახლებს თამაშს. კარგია, კონტე ამ ეპიზოდში დაარტყა და დატოვა ბურთი მოედანში ფილიპ კლიაიჩმა. არ გადაუშვა კუთხურზე. კონტემ კი ძალიან კარგად იარა, სივრცე დაინახა. უღრიძის გადაცემა კიკაბიძე ჩაწოდება და ფილიპ კლიაიჩი. ისე ფილიპ კლიაიჩი შესანიშნავი მოგერიება სერბი მეკარის. მეორე ამ სეზონში ფილიპ კლიაიჩი თავის მოგერიებების საუკეთესო კრებულს შეკრავს ალბათ სეზონის ბოლოს. კორელები ჩააწოდეს საჯარიმოში და რა შანსი იყო? რა შანსი იყო და დილამ ვერ გამოიყენა ეს შანსი. ანგარიში უნდა გაეთანაბრებინათ გორელებს, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა დეო ბასინგამ კარში ვერ დაარტყა კარგად. პარლოვას პასი უკან, ანდრონიკაშვილი შეუძლია დარტყმა, დაარტყა ანდრონიკაშვილმა და ფილიპ კლიაიჩმა გადაარჩინა ამ ეპიზოდში ქუთაისის ტორპედო.